გორის მუნიციპალიტეტის სოფელი აძვის მოსახლეობა ტრანსპორტის პრობლემაზე საუბრობს. მათი თქმით, მიკროავტობუსით სარგებლობა 12 საათისთვის არის შესაძლებელი, რაც პრობლემას უქმნის მაცხოვრებლებს და დილის რეისის დამატებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ სხვა სოფელში უწევთ წასვლა, რათა ტრანსპორტით გადაადგილდნენ. ჩვენ სოფელს მოგეხსენებათ, რომ ვაწუხებს ტრანსპორტის პრობლემა. მხოლოდ შუა დღის 12 საათისთვის მოდის ტრანსპორტი და მანამდე დილის ტრანსპორტი არ გვაქვს. ასე რომ დილით ადამიანს, რომელსაც სამსახურში უნდა წასვლა, დილის ტრანსპორტს ვერ გაყვება, ამისთვის უნდა გაიაროს 3 კილომეტრი სხვა სოფელში, რომ მიუსწროს სხვა ტრანსპორტს და ეს რა თქმა უნდა ჩვენი სოფლისთვის და ჩვენი სოფლის მაცხოვრებლებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. რამდენი სიხშირით დადის ტრანსპორტი? პირველი მოვა 12 საათზე, შემდეგ 3-ზე და ბოლო მოვა 6 საათზე. ანუ დილის ტრანსპორტი არ გვაქვს, რაც ძალიან გვესაჭიროება და გვჭირდება. ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს. მოდის დილით 8:30-იანი რუიანი თბილისი და ეგარი და საღამოთი კი მოდის ის მარშრუტკა, ისიც ალბათ 1000-ში ერთხელ და ერთი ეს თხოვნა რომ ტრანსპორტი დაგვინიშნუდა. მეორე ეს წყლის პრობლემა და დანარჩენი ახლა რაღაცა პრობლემები კია ცოტა, მაგრამ მაგას ვერავინ მოგვიგვარებს. ახლა საფლავზე გასვლის აგვეშინი არის იქეთ ცოტა საფრთხის შემცვლელი ბავშვებს ვერ უშვებთ მარტო. ახლა წითელი პარასკევია, დილით უთენია ბავშვებს გავუშვებთ და ისე რომ ავიდეთ იქა, მაგის საშუალება არ არის, მაგრამ მე მოუგვარებელია. რა თქმა უნდა, ტრანსპორტირება არ არის სოფელში, როდესაც ხალხი ხანვის ვეხვეწებით, რომ 9 საათიანზე გაგვიყვანონ ხანვის და 10 საათიანზე რომ მივიდეთ სამსახურში, მანამდე ფეხით გვიწევს გავლა, რამის 1 საათი მაინც გვინდა მეჯვრისხევამდე რომ გავიდეთ. მაღაზიებიც არ გვაქვს ელემენტარული რომ ჩავიდეთ და რამე შევიძინოთ. სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი თრიალეთთან საუბრისას ამბობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელი აძვის მიმართულებით ტრანსპორტი გრაფიკის მიხედვით გადაადგილდება. მისი თქმით, თუ მოსახლეობას ტვირთის გადაზიდვა მიკროავტობუსით სურს, მაშინ მათ კერძო ტაქსებით უნდა ისარგებლონ. ამ ამბავზე გეტყვით, ისე რომ როგორც წესით და რიგით არის გრაფიკით გაწერილი 50 წელია უკვე ეგრე დადის ტრანსპორტი, ავდივართ და მოყვავს, არასდროს არ დაგვიტოვია არც აძვი, არც ჯარიაშენი, მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა თვითონ ხალხისა, თუ თვითონ ხილი აქვს სამოსაღები ან რაღაცა, ყველაზე ბევრი ტაქსი გორის რაიონში არის მეჯვრისხევში. ხო და ჩვენ ხალხს ისინი ემუშავებენ, ისინი ზიდავენ და ისინი შოულობენ. 8 ლარიანი ბიბილოს სანაცვლოდ რა, ეგ არის და მაშინ უნდა ეს ხალხი, ვინც დილით მოდიან დილის რეისებს, იმათ უნდა გამოყვნენ, მაშინ თუ არა ჩვენ რო ცალკე ტრანსპორტი დავნიშნოთ ის დილისა, ხო? ალბათ ვედრები აქვს წამოსაღები ყუთები, ნუ რაღაც ეგეთი იქნება, თორე როგორც ასეთი მგზავრი 8 საათზე ტრანსპორტი ხო ადის, უბრუნდება მოდის. რამდენი რეისი სრულდება ამ სოფელში თქვათ აძვში? საერთოდ ის არის ზაფხულის რეჟიმზე რო გადადის, მეჯვრისხევი აკეთებს 6 რეისს, 5 რეისს ჯარიაშენი. ამ ორივეს რეისებიდან 5 ჯერ გადასვლა ხდება. ჯარიაშენისაც და მეჯვრისხევისაც. ზამთარში მე იცვლება და 5 საათიანი გადის და ერთი რეისი იქით მაშინ აკლდება რა და ისე რომ რაღაცით შეზღუდულები იყვნენ, ან ტრანსპორტი არ გადადიოდეს, ან რაღაცა ეგ გამორიცხულა, ყველა დღე დადის შაბათ-კვირის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ სოფელი აძვის მიმართულებით ტრანსპორტი ყოველდღე გადაადგილდება, თუმცა როდის მოხდება დილის რეისის დამატება ჯერჯერობით უცნობია.